დილამშვიდობისა ეთერშია ქრონიკა 9 საათზე ახალ ამბებს გაგაცნობთ. 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღესაც იმსჯელებს. კომისიის ხდომაზე ამჯერად ნაციონალური მოძრაობის დროინდელი სამხედრო ხელმძღვანელობაა დაბარებული. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას კითხვები ლაშა ქოიავასთან, შალვა ჯანაშვილთან, ზაზა გოგავასთან და მამუკა ყურაშვილთან აქვს. ჩვენ გავდივართ აგვისტოს ომის საკითხებს, სადაც კიდევ ერთხელ საზოგადოებას და ასევე კომისიას მინდა ვაჩვენოთ ის მაგალითები, რომელიც ადასტურებს ნაციონალური მოძრაობის როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის არსებობას. ნაწილი გამოკითხულია, ნაწილს კიდე გამოკითხავთ კომისია, რაც ეხება ძირითადად, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მათ პასუხისმგებლობას საომარ მოქმედებებში და აქედან გამომდინარეობს ზუსტად ეს მიზანი, რომ კომისია ბოლომდე მოიძიებს იმ მტკიცებულებებს, რომელიც მტკიცებულებებიც გახდება დარწმუნებული ვარ საფუძველი ნაციონალური მოძრაობის როგორც პოლიტიკური ძალის გაუქმების. ჩვენ ვიხილეთ უკვე ომის ნაწილთან დაკავშირებული გამოკითხვები, სადაც ასევე ძალიან ბევრი რაღაცა უკვე გამოაშკარავდა, რაც ჩვენ ისედაც ვიცით, უბრალოდ საჭირო არის, რა თქმა უნდა, ყველაფრის მტკიცებულებები და ფაქტებით გამყარება, რომ შემდეგ ეს პროკურატურას გადაეცეს. დღევანდელ კომისიაზე კიდე რამდენიმე ადამიანი იქნება გამოკითხული, ერთ-ერთი მათ შორის იქნება გენერალი ყურაშვილი და მე შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ გენერალი ყურაშვილისვე განცხადება არის ის, რომ როდესაც კოდორის ხეობას შეუცვალეს სტატუსი, დაარქვეს ზემო აფხაზეთი და უმტკივნეულოდ გადააბარეს ოკუპანტს, გენერალმა ყურაშვილმა ეს ყველაფერი შეაფასა როგორც ქვეყნის ღალატი. საინტერესოა, რა სიტყვის დღეს იგი საგამოძიებო კომისიის წინ. საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის შემდეგ მამუკა ხაზარაძე მთავარ საგამოძიებო უწყებასაც უარს ეუბნება. პარლამენტში გამოუცხადებლობის გამო ხაზარაძე ჯაფარიძეს მთავარი პროკურატურა იბარებს, თუმცა ალელოს ლიდერი კითხვებზე პასუხის გაცემას როგორც თავად ამბობს, მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით აპირებს. მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის 359 მუხლით უკვე აღიძრა, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იმავე მუხლით ელის პასუხისგება ხაზარაძის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძესაც. ლელოს ლიდერების ხდომაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ნავთობ კომპანია მაგნატის საქმე განიხილეს. ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ გაიხსენა თუ რა როლი ჰქონდათ მისთვის ბიზნესის წართმევასა და კეზერაშვილისთვის გადაცემაში ხაზარაძე ჯაფარიძეს. მამუკა ხაზარაძესთან კონკრეტულად და მის ჯგუფთან, რომელიც წლების მანძილზე გამოირჩეოდა იმით, რომ დაახლოებული იყო ნაცმოძრაობასთან, წარმოადგენდა კონკრეტულად მათი ინტერესების გამტარებელს, არ არის გასაკვირი, რომ არ მოდიან კომისიაზე. ეს არის მიზეზი, რომ თითქოს რაღაც გარკვეული მიზეზების გამო არ მოდიან. რეალურად არ უნდათ სიმართლე, რომ თქვან, სიმართლე არის ერთი, რომ წლების მანძილზე კოლექტიური ნაცმოძრაობა და უშუალოდ პარტია ნაცმოძრაობა, რომელიც იყო ხელისუფლებაში, არ ეკეტებდა ჩვენ საზოგადოებას, ართმევდა ბიზნესებს, აწამებდა ადამიანებს და ეს არის გადაწყვეტილებები, რომელსაც კონკრეტულად ამ პირებსაც აქვთ მონაწილეობა მიღებული, ასე რომ რაც უნდა ის გააკეთონ, არსებობს მუხლი, რომლითაც თუ კი არ მოდიან საგამოძიებო კომისიაზე, საგამოძიებო სხვა უწყებები დაინტერესდებიან ამ ფაქტით და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ეკონომიკური ფორუმის მე-17 დისკუსია გაიმართა, რომლის თემა რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა ხელისუფლების როლი იყო. 2025 წლის ეკონომიკური ფორუმის დისკუსიათა სერია პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. ფორუმის ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ვისოს ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. ხონიზების მოდერატორი საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიის დამფუძნებელი იყო. ხაზი გავუსვი, რომ ეკონომიკური განვითარება არის ჩვენი წარმოდგენით არის ეროვნული ინტერესის დონის საკითხი. მთელი ყურადღება, რა თქმა უნდა, მიკრობილია იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა დოვლათის შექმნისა და კეთილდღეობის მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში არსებულ გამოწვევების ფონზე, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჰქონდეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კონტინენტზე და ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებით და ეკონომიკური თავისუფლების გარემოს უზრუნველყოფით დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც ამ შედეგით ვიქნებით
წარმოადგენენ. საუბარი შეეხებოდა სწორედ ხელისუფლების, ბიზნესის და განათლების სექტორის თანამშრომლობას, იმ გამოწვევებს და იმ შესაძლებლობებს, რომელიც აქ ჩვენ გვაქვს. მიზნები ამბიციურია, თუმცა დღეს ყველა შეთანხმდა, რომ ხელისუფლებას აქვს ის რეალისტური მიზნები, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს მზაობას, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ იყოს მზად 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღისათვის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მაღალი სტანდარტებით. ასერთი მომხრეათი წინააღმდეგი ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტი საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას ეხება. 42 სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა. გიორგი ტყებალაძე მისაუბრა საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო წლებში გატარებული ცვლილებების შესახებ, რომელიც ევროსაბჭოს კონგრესის ანგარიშში გაკრიტიკებულია. როგორც მან აღნიშნა, კრიტიკა შეეხო 20-მდე ცვლილებას, რომელთა უმრავლესობაც კონგრესთან თანამშრომლობით მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ EUTO-ს საბოლოო ანგარიში მოცემული შეფასება, რომ მთლიანობაში სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის სათანადო საფუძველს ქმნის. ტყემალაძემ 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს საერთაშორისო დამკვირვებლებს, როგორც არჩევნების დღეს, ისე წინა საარჩევნო პერიოდში. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როდესაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები ანგარიშებში ცალმხრივად არის განხილული. საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით კი, ფაქტობრივ უზუსტობებსა და ცალმხრივ შეფასებებზე დაფუძნებული ასეთი ანგარიშები პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს. EUTO-ს საბოლოო ანგარიში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ასკვნის, რომ ზოგადი სამართლებრივი ჩარჩო იძლევა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. არჩევნებში მმართველმა პარტიამ მოიპოვა მაღალი დონის ლეგიტიმურობა, ამიტომ უმრავლესობის ნებადახმა არ უნდა იყოს უარყოფილი. მოუთმენლად ველით კონგრესის სადამკვირვებლო მისიას მოახლოებულ არჩევნებში. არჩევნები ჩატარდება ელექტრონული სისტემით, რომელიც აღიარებულია როგორც ყველაზე სანდო და რომელიც თითქმის სრულად აღმოფხრის არჩევნების გაყალბებისა თუ შედეგების მანიპულაციის შესაძლებლობას. ამის ფონზე სამწუხაროა, რომ რეზოლუცია ეფუძნება ცრუ აღქმებს, რომელიც აზიანებს ევროკავშირის იმიჯს ქართველი მოსახლეობის თვალში. რეზოლუცია ხელს უწყობს იმ პოლარიზაციის გაღრმავებას, რაზეც კონგრესმა შეშფოთება გამოხატა. ეს რეზოლუცია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და არ წარმოადგენს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. გვაოცებს ამ ანგარიშის არათანმიმდევრულობა, მაგალითად, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე საარჩევნო პროცესში უცხოური ჩარევის ანგარიში არის მოწოდება, რომ წევრმა სახელმწიფომ მიიღოს ზომების შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის პრევენციისთვის. იმავდროულად ეს ანგარიში სერიოზულად აკრიტიკებს საქართველოში ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. აღნიშნული კანონი ემსახურება უცხოური გავლენებისგან სახელმწიფო ინტერესების დაცვას. ვფიქრობ, ჩვენმა კოლეგა დელეგატებმა უნდა აღიარონ, რომ მნიშვნელოვანია ასეთი კანონმდებლობის არსებობა საქართველოში, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რეზოლუციის თანახმად ქუჩის დემონსტრაციები იყო მშვიდობიანი და პოლიცია უსამართლოდ დაესხა თავს დემონსტრანტებს. ეს უბრალოდ სრულ ინფორმაცია. 3 დღის განმავლობაში პროტესტის მონაწილეები მოლოტოვის კოქტეილს და პიროტექნიკას ესროდნენ როგორც პარლამენტის შენობას, ასევე პოლიციას. 170-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა. არსებობს ვრცელი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც ამ მოვლენებს ასახავს. გაჩვენებთ პოლიციის იმ ოფიცრებს, რომლებიც ამ თავდასხმების დროს დაიწვნენ და დაშავდნენ. ეს არ არის მშვიდობიანი დემონსტრაცია. ძალადობრივ ჯგუფებს ორგანიზებას უწევდნენ და აფინანსებდნენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს დემონსტრაციები შორს არის მშვიდობიანობისგან. ასეთი შეცდომაში შემყვანი დასკვნები მხოლოდ წაახალისებს რადიკალურ ჯგუფებს, რომ უფრო აგრესიულად იმოქმედონ. მიუღებელია, რომ პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ რადიკალიზმს დაუჭიროს მხარი. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ახალ მემორანდუმს მმართველ გუნდში გამოეხმაურდნენ. უმრავლესობის წევრების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იღებს და არა კონკრეტული უცხოელი პირების სურვილებიდან გამომდინარე. 26 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროკომისარი მაიკ ოფლაჰერტი აღნიშნავს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი ქმნის LGBT ადამიანების სამართლებრივი დისკრიმინაციის საფუძველს და შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან და მის პრაქტიკასთან. ამიტომ ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს ეს კანონი, ისევე როგორც გამჭვირვალობის შესახებ კანონი.
ხელისუფლებამ უკან უნდა გაიხმოს ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონი, რომელიც ქმნის სამართლებრივ საფუძველს LGBT პირების დისკრიმინაციისთვის. როგორც ჩანს, ოფლაერს აქვს იმის ილუზია, რომ პირდაპირი მითითებები უნდა გასცეს საქართველოს ხელისუფლებისადმი, თუ რომელი საკანონმდებლო აქტი უნდა მოქმედებდეს ან არ უნდა მოქმედებდეს საქართველოში. ეს არის გარკვეულწილად ის ძველი ტონალობა წარსულში მათ მიერ აპრობირებული, მათ ავიწყდებათ საქართველოს ხელისუფლების ძალიან მტკიცე პოზიცია. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნება, რომელიც მომდინარეობს საზოგადოებისაგან, იყოს გატარებული აბსოლუტურად ყველა სპექტრში. მართულ პარტიაში ასევე ამბობენ, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი Deep State-ისგან მართული პირია და შესაბამისად Deep State-ს რომელ ქვეყანაშიც აქვს ინტერესები, უილსონიც იმის შესაბამის განცხადებებს აკეთებს. უილსონმა, რომელიც ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის ავტორია, კონგრესში ამჯერად პაკისტანის დემოკრატიის მხარდამჭერი აქტი წარადგინა. ინფორმაცია უილსონის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. მასში განმარტებულია, რომ კანონპროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს პაკისტანში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. კანონპროექტის ავტორი ირწმუნება, რომ საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2024 წელს პაკისტანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მის მიერ შემუშავებული კანონპროექტი პაკისტანელი გენერლებისა და მაღალჩინოსნების, ასევე მათი ოჯახების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტს კიდევ ერთი ავტორი ყავს დემოკრატი კონგრესმენი ჯიმი პანეტა. მადლობელი ვარ, რომ თითქმის დავასრულეთ პაკისტანის დემოკრატიის აქტის პროექტის შემუშავება. კანონპროექტი ადგენს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა მიმართულია პაკისტანში დემოკრატიის აღდგენისკენ. იძლევა 30 დღიანი სანქციების დაწესების მანდატს ასიმ მუნირისთვის. განიხილავს ყველა გენერალის, მთავრობის მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახებისთვის სანქციების დაწესებას. ჯო უილსონი იმდენად ჰუმანური ადამიანია, რომ ღამე არ ეძინება მსოფლიოში მიმდინარე ამბებიდან გამომდინარე და ყველა ქვეყნის შიდა საქმეების, შიდა პოლიტიკა იცის აბსოლუტურად ზედმიწევნით, დაწყებული საქართველოდან და დასრულებული პაკისტანით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერავინ ვერ დაიჭერებს. მარტივი არის ეს ადამიანი, მართული არის Deep State-ისგან და Deep State-ს რომელ ქვეყანაშიც აქვს ინტერესები, ამ ინტერესების შესაბამისად გამოჩნდება ხოლმე და მან ჩაანაცვლას ის სხვა ოდიოზური სახელი და გვანის მქონე სენატორები თუ კონგრესმენები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებდნენ ხოლმე ეგრეთ წოდებულ კრიტიკულ განცხადებებს, რომელსაც რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი, არავითარი დასაბუთება არ ჰქონდა. უბედური შემთხვევა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში. ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მესტიის მერის ცნობით დაღუპულია ესპანელების 4-კაციანი ჯგუფის ერთი წევრი, ქალბატონი, რომელიც სრიალის დროს ჩამოწოლილ ზვავში მოყვა. დაღუპული ადგილობრივი გიდების დახმარებით იპოვეს და გადასვენებულია ქუთაისის პროზექტურაში. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ხალხი არის ახლა დამცველები არიან ჩამოსული და ეს იყო 4-კაციანი ჯგუფი ესპანელების, რომელსაც არ ყავდათ გიდი, პირველი საათი იქნებოდა, უშუალოდ იქნებოდა, მაშინ ეს ესპანელთა ჯგუფი გადადიოდნენ, სრიალებდნენ. დამცველების ქალბატონი, რომელიც გარდაიცვალა, ამას მოუწყდა ზვავი და მოყვა ზვავში. და სამწუხაროდ ფატალური შედეგით დასრულდა. იქ იყვნენ ადგილობრივი გიდები, რომელმაც შეძლეს მაგის მოძებნა და ევრომაგისა ჩვენი გამოყვანილი იყო მესტიაში და მესტიიდან გადაყვანილი უკვე გადასვენებული ქუთაისის პროზექტურაში. ქრონიკა 9-ზე ამი დასრულდა. ახალი ამბებით 10-ზე დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ეთერს კი განაგზობს იმედის დილა.